მოგესალმებით ამ ვიდეოს მეშვეობით შევეცდები გაგაცნოთ იმ პროგრამასთან მუშაობა, რომელსაც ეწოდება ტორენტი და რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გადმოწეროთ ყველა ის პროგრამა, რომელიც დაგჭირდებათ მუშაობისთვის. კერძოდ ვთქვათ ისეთი პროგრამების როგორიცაა Visual Studio, მათემატიკა და ასე შემდეგ. როგორც საიტზე მიგიცით, არსებობს კვალის მიმცემი საიტები, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მოიძიოთ ესა თუ ის ტორენტი. მაგრამ ტორენტს რომ მოიძიებთ, შემდეგ უნდა გქონდეთ კომპიუტერში აუცილებლად ჩატვირთული პროგრამა, რომელიც ამ ტორენტ ფაილს გაუშვებს და დაამყარებს შესაბამის საიტებთან კავშირს და გადმოწერს თქვენ ფაილს თქვენ კომპიუტერში. გადმოწერის შემდეგ თქვენ თვითონ ხდებით ამ ფაილის გამცემი, თუ არ წაშლით ბმულს ამ გადმოწერილ ფაილს. მაგრამ რო გადმოწეროთ ეს ფაილი და ამ ფაილის სახელწოდება uTorrent, უნდა შევიდეთ შესაბამის საიტზე, რომლის სახელი ემთხვევა თვითონ პროგრამის სახელს. საიტის მისამართი არის uTorrent.com და ავირჩიოთ გადმოწერის ხილაკი. არსებობს ფასიანი ვერსია და უფასო, ჩვენ ავირჩიოთ უფასო, რომელიც თავსებით გვაკმაყოფილებს. და შემოგთავაზა ფაილის გადმოწერა და შევინახოთ ეს ფაილი სადმე წინასწარ განსაზღვრულ დირექტორიაში. ამ შემთხვევაში მე ვწერ სადღაც დემოწყობილობაზე დირექტორიაში install და შევინახოთ იქ. ფაილი საკმაოდ სწრაფია და გადმოიწერა კიდეც და გავუშვოთ იგი მათ ჩატვირთვაზე. ეს შეგვიძლია დავხუროთ და გავუშვათ. აქ შეგვიძლია დავეთანხმოთ თითქმის ყველაფერს. ჩატვირთვის დროს შეგვეკითხება დავეთანხმოთ ყველაფერზე. თავისი რეკლამაა. აგრეთვე აგერ არის გთავაზობს საძიებო სისტემის ჩატვირთვის ღილაკის დამატებას თქვენ ბრაუზერზე. ეს შეგიძლიათ გამოტოვოთ და პროგრამა უკვე ჩაიტვირთე და გაეშვა კიდევაც. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ ამ პროგრამაში, უნდა მიუთითოთ ის დირექტორია, რომელშიც ჩაიწერება გადმოწერილი ფაილები. ესეც იქნება შემდეგნაირად. შევდივართ option menu-ში, ვირჩევთ preferences და აქ ვირჩევთ დირექტორიებს. და აი ამ პირველ ორ პანჯარაში უნდა ჩავწეროთ დირექტორიის დასახელება. შევიდეთ ამიტომ აქა. თუ არა გვაქვს ეს დირექტორია წინასწარ მომზადებული, შეგვიძლია შევქმნათ დემოწყობილობაზე, შევქმნათ ახალი დირექტორია და დავარქვათ torrent downloads. და ეს დირექტორია მას მიუთითოთ ამ ველში. იგივე შეგვიძლია ჩავწეროთ აქ. ამით ჩვენი პროგრამა მზად არის უკვე torrent ფაილების მისაღებად. torrent ფაილებს აქვთ გაფართოება torrent და ეს გაფართოება ასოცირებულია სწორედ ამ პროგრამასთან. ესე იგი, ჩვენ თუ გავხსნით torrent ფაილს, ავტომატურად გაიხსნება ამ პროგრამის მეშვეობით და იმ torrent-ში მითითებული ფაილის გადმოწერა დაიწყება ჩვენ კომპიუტერზე. მაგალითად ნახოთ და გადმოვწეროთ, ვთქვათ, პროგრამა, რომელიც დაგჭირდება თქვენ მუშაობაში და მე გირჩევთ რა აუცილებლად გამოიყენოთ ეს პროგრამა. ეს არის გონების ბარათებთან, მეხსიერების ბარათებთან სამუშაო პროგრამა. და ერთ-ერთი
კარგი პროგრამა არის Mind Manager-ი და მოვძებნოთ ის. თქვენ ეს ფაილი შეგიძლიათ მოვძებნოთ აი ჩემს მიერ მითითებულ კვალის მიმცემ ტრეკერ საიტების მეშვეობით, მაგრამ თუ იქ ვერ მოიძიებთ, მაგრამ იქ პრაქტიკულად თითქმის ყველა პროგრამას მოიძიებთ, მაგრამ თუ იქ ვერ მოიძიებთ, მოხდა ისე და რაიმე პროგრამა იქ ვერ მოიძიებთ, შეგიძლიათ Google საძიებო სისტემის მეშვეობით მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია. ამისათვის შევიდეთ მას Google-ში და ავგრიფოთ მაშინ იმ პროგრამის სახელწოდება, რომელსაც ვეძებთ, ვთქვათ Mind Manager და დავუმატოთ კიდევ სიტყვა torrent. Google-ი შემოგთავაზებს უამრავ ასეთ საიტებს. ავირჩიოთ ის საიტი, ვთქვათ აი რომელიმე საიტი შევიდეთ. აგერ გვთავაზობს მას Mind Manager-ს ყოფილა მას Mindjet ფირმის მიერ გაკეთებული და შევიდეთ ამ საიტზე და ამ საიტზე მას ჩამონათვალი არის ყველა კვალის მიმცემი საიტებისა. ოღონდ ერთი გაფრთხილება მე მგონი არ გჭირდებათ ეს, მაგრამ მაინც როდესაც ინტერნეტში მუშაობთ, აუცილებლად უნდა ჩართული გქონდეთ ანტივირუსული პროგრამა, რომ დაცული იყოთ ვირუსებისაგან. როცა ავირჩიეთ რომელიმე მათგანი, აი ვთქვათ ეს. და აგერ თავზობს კიდევაც torrent ფაილის გადმოწერას. თავზობს აგრეთვე უშუალოდ ამ ფაილის გადმოწერას. მაგრამ ჩვენ მიზანი ახლა გავეცნოთ torrent-თან მუშაობას. ამიტომ გადმოწეროთ ეს ფაილი, დავაჭირეთ და გადმოწერას თავზობს და თან აქ შეგვიძლია შევინახოთ და მერე გავუშვოთ, ან პირდაპირ გავხსნათ მაშინ აი ჩვენი torrent-ის მეშვეობით. ახლახან გადმოწერილი ფაილის მეშვეობით. გავხსნათ, გაიხსნა ეს ფაილი და აი ჩვენი გადმოწერილი ფაილი, ეს ინფორმაცია არის აგერ აქ მოთავსდება აი ჩვენს მიერ არჩეულ დირექტორიაში. და დავეთანხმოთ და პროგრამა დაიწყებს მუშაობას და აი ეს ფაილი გადმოიწერება. მისი ზომა ყოფილა 123 მეგაბაიტი და აგერ იწერება. გააჩნია ახლა როგორია თქვენი ინტერნეტის სიჩქარე, იმის მიხედვით ეს საფად გადმოიწერება ან ნელა. მაშინ შეგიძლიათ თქვენ ჩაათვალიეროთ ინფორმაცია ამ გადმოსაწერ ფაილზე, მაშინ რისგან შედგება ეს ფაილები, ესე იგი აი გასაღები სიტყვაც არის, მაშინ აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ აქ მითითებული ინფორმაცია შემდეგ ამ პროგრამის დარეგისტრირებისათვის. შემდეგ აგერ სხვა ინფორმაცია არის აქ აი ვინ იძლევა ამ პროგრამას მითითებული ყველა ის საიტები, რომლისგანაც ხდება გადმოწერა. მაშინ ერთი ნაწილი შეიძლება ამ საიტიდან გადმოიწეროს, მეორე აქედან და ეს ყველაფერი მერე გროვდება თქვენ კომპიუტერში და მიიღებთ ერთ მთლიან აი ამ ფაილებს. იწერება აქ აგერ ახლა საკმაოდ დიდი სიჩქარით იწერება 2 მეგაბიტით და აგერ 25 წამში მორჩება ეს. მოდი დაველოდოთ, ცოტა ხანი დარჩა. მაშინ აქ შეგიძლიათ სიჩქარეს დააგვირდეთ, როგორია მაშინ თქვენი შეერთების სიჩქარე, დაახლოებით მაშინ 2 მეგაბიტამდე ადის. დაეცადე, იმიტომ რომ გადმოწერა უკვე. მაშინ დავხუროთ ეს პროგრამა. ბრაუზერით დავხუროთ და შევიდეთ ჩვენ დირექტორიაში, სადაც მოთავსებული არის გადმოწერილი ფაილები, აი რომელიც გადმოწერეთ და ეს ფაილი შეგვიძლია მერე გავუშვათ. ერთი პირობა იმისაც უნდა წავშალოთ თუ არა ეს ფაილი.
თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კვალის მიცემ საიტზე, მაშინ თქვენ თვითონ ხდებით ხოლმე ინფორმაციის გამცემი და ის საიტი აგროვებს სტატისტიკას, თქვენ გასცემთ თუ არა ფაილს. თუ გარკვეული დროის განმავლობაში არ გასცემთ ფაილს და მუშაობთ მხოლოდ მიღებაზე, შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ თქვენი დარეგისტრირება გაუქმდეს. მოკლედ, აი ესე შეგიძლიათ გადმოწეროთ ნებისმიერი ფაილი და იმუშაოთ სწავლის გასაყრმავებლად. ახლა კი დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს.